ხვალ გაიხსნება სტუდენტური ფესტივალი ნიღაბი, ასე ვთქვათ, და ამ ყველაფერზე ნატა ტაბიძე უფრო დეტალურად მოგვიყვება, ასე ვთქვათ. ნატა დილამშვიდობის. ნატა, გამარჯობა, მე აქ გადაცემის ფორმატი შევცვალე და ასე ვთქვათ. მე მომწონს ეს გადაცემის ფორმატი, მაგრამ ნატასაც უნდა მივხედოთ. ნატა, გისმენთ დილამშვიდობის. დილამშვიდობისა მოგესალმებით. მე ახლა სამედიცინო უნივერსიტეტში ვიმყოფები. წელს უკვე მეოთხეჯერ გაიმართება თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი. დღეს 4 საათზე გაიხსნება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თეატრალური დასი გახსნის, თუმცა აი ამ წუთებში თქვენ ჩემს უკან ხედავთ, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები თამაშობენ თედო და კოტეს, მანამდე კი ორგანიზატორინა შემოგვერთეს მარიამ ქუტიძე, მოგესალმები მარიამ, დილამშვიდობისა. გილოცავთ, დღეს გაიხსნება ფესტივალი, უკვე მეოთხეჯერ ხსნით, ხო? მაინტერესებს მე რამდენადაც ვიცი წელს უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე წინა 3 იყო. განსხვავება რა იქნება? სხვაობა არის ის, რომ წელს ყველაზე ბევრი უნივერსიტეტი იღებს ჩვენ ფესტივალში მონაწილეობას, 11 უნივერსიტეტი არის მონაწილე. ასევე გვყავს სხვა ქვეყნიდან სტუდენტები, ეს იქნება ლატვიის აგრარული უნივერსიტეტის თეატრალური დასი, ასევე აზიური გუნდი და თურქეთის სტუდენტური გუნდი. ვუმასპინძლებთ მათ და ძალიან დიდი ენთუზიაზმით ველოდებით მათ ჩამოსვლას. და მზადებაში ვართ. დღეს როგორც მოგეხსენებათ არის გახსნა ფესტივალის და ნერვიულობთ საკმაოდ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივრის. კი ბატონო, ჩართულობა რამდენი დიდია? 11 უნივერსიტეტი, მე მგონი ჩვენი ქვეყნისთვის არც ისე ცოტაა. რამდენად არიან დაინტერესებულები თავად სტუდენტები? რამდენად აქვთ დრო აი ამ ყველაფრისთვის? საკმაოდ რთულია იყოს სტუდენტი, შენ პროფესიაში იყო წარმატებული და პარალელურად ეზიაროთ თეატრის სფეროს, მაგრამ ყველაფერს ახერხებენ სტუდენტები, იმიტომ რომ ეს ერთგვარად ულამაზებთ მათ ცხოვრებას და ეს ჩვენთვის უფრო დიდი სტიმულია, რომ გავაკეთოთ ეს ფესტივალი. ასევე იღებენ დავამატებ, რომ რეგიონებიდან უნივერსიტეტები, ბათუმის და ქუთაისის უნივერსიტეტი ჩამოდის თბილისში და დანარჩენი უკვე თბილისის სტუდენტები არიან მონაწილეები. კი ბატონო, მარიამ, ხარისხი რამდენად მაღალია? მე რამდენადაც ვიცი, ერთი ძალიან კარგი ამბავია, არიღებს ის 2 უნივერსიტეტი, სადაც უკვე პროფესიულად სწავლობენ სამსახიობოს. კი, იმიტომ რომ ეს ფესტივალი არის მხოლოდ მოყვარულებისთვის და რადგანაც არ იყოს არათანაბარი კონკურენცია, მხოლოდ ის უნივერსიტეტები იღებენ მონაწილეობას, სადაც არის სწავლება ეს სფერო პროფესიულ დონეზე. კონკურენცია საკმაოდ მაღალია და გაიზარდა კიდეც ხარისხი ვიტყვი ფესტივალის, იმიტომ რომ წელს ძალიან კარგი სპექტაკლებია. შარშან წინ იმის წინ ძალიან კარგი სპექტაკლები იყო, მაგრამ წელს რაღაც გამორჩეულად კარგი სტუდენტები იღებენ მონაწილეობას და ეს ძალიან გვეხარია. ბატონო, სწორედ სტუდენტი ახსენა მარიამა და გიორგი კოლხიდაშვილი არის ჩემთან, მოგესალმებით გიორგი დილამშვიდობის. გიორგი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახლავთ და თეატრი ჰიგიას წარმომადგენელი. კი ბატონო, და თეატრი ჰიგიას წარმომადგენელი მაისორიც ასეთი ჩაუსწამს. თეატრი ჰიგია არის სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრი. შენს თამაშობ ამ სპექტაკლში, ხო? და არ იღებ წელს პირველად მონაწილეობას მე. არა, ჩემთვის ეს ფესტივალი არის მესამე, 3 წელია რაც უკვე ამ ფესტივალში აქტიურად ვარ ჩართული. ზოგადად ვარ მესამე კურსის სტუდენტი და თავიდანვე მოვედით ვარ პირველივე დღესვე შემოვედი თეატრალურ დასში. ჩვენმა რეჟისორმა ქალბატონმა ნათია ბუჭაბიძემ გადაწყვიტა დაედგა წელს სპექტაკლი ქეთო და კოტე. და ჩვენ შევეცდებით ჩვენს მაყურებელს დავანახოთ იმდროინდელი განცდები, იმდროინდელი სურვილები და იმდროინდელი ადამიანების შეხედულებები ცხოვრების მიმართ. კი ბატონო, დიდი მადლობა. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ 10 დღის განმავლობაში ყოველ დღე 4 საათზე შეუძლიათ სპექტაკლების სხვადასხვა სტუდენტური თეატრების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლების ნახვა. მე მომავალ შეხვედრამდე გაბიჭდებით და შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს იქნება ფესტივალის დახურვა, სადაც 9 ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდება. მე იზღა დარჩენია, რომ მათ წარმატებები ვუსურვა, გემშვიდობებით, კარგად. ნატა, მადლობა, ჩვენც იზღა დაგვრჩენია, რომ ახალგაზრდებს წარმატებები ვუსურვოთ და რა თქმა უნდა, ყოველწლიურ სტუდენტურ ფესტივალს ნიღაბი.